მე ვარ ნინო ხვედელიანი, ესპანური და ინგლისური ენების სპეციალისტი, SEA აკადემიის დამფუძნებელი. გამოცდილება საკმაოდ დიდი გაქვს, ხომ, რა წლიანი? საკმაოდ, კი, 20 წელზე მეტი ალბათ. თვითონ ესპანისტი ვარ და ინგლისური ენის სპეციალისტი. რა გამოწვევები ქონდა თავიდან, როდესაც გადაწყვიტა, რომ ბიზნეს საქმიანობად გექცია ეს ყველაფერი და თავად ყოფილიყავი ხელმძღვანელი აკადემიის? შემეძლო უკვე ყველაფრის მართვა, ჩემი მოსწავლეების, მენეჯმენტი, დროის დაწყობა, დალაგება, თითოეული მოსწავლეს ვერ გებოდი დროის მხრივ და ასე შემდეგ. ასევე ძალიან დიდი გამოცდილება მომცა სხვადასხვა ადგილებმა, სადაც მიმუშავია. ცენტრებს გულისხმობ. ცენტრებსაც გულისხმობ და ასევე ორგანიზაციებს, სადაც თანამშრომლებს უკითხავდი და ვასწავლიდი უცხო ენებს. მოლოდინები რაც მქონდა, შემიძლია თამამად თქვა, რომ იმაზე მეტი დავინახე, ვიდრე ველოდი. რამდენი ხანია რაც ეს ცენტრი არსებობს? 3 წელია უკვე ვართ. დავიწყე მხოლოდ მე. შემდეგ მივხვდი, რომ ფიზიკურად უკვე მარტო ვეღარ ვწვდებოდი, ამიტომ მჭირდებოდა დამხმარეც. დავიყვანე ძალიან კარგი გოგო, გამოცდილი მცოდნე, ძალიან დამეხმარა, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ კიდევ წამოვიდა მოთხოვნა, კიდე გავიზარდეთ და არ ვიყავით საკმარისი. შესაბამისად მომიწია, რომ ამეყვანა სპეციალისტების დამატება და ეს წელიწად ნახევარი ვიმუშავეთ ესპანურ ინგლისურ ენებზე. აი შემდეგ უკვე გაჩნდა იდეა, რომ მოდი რადგან ესპანური ენა არის რომანული ენა, მოდი დავამატებ რომანულ ენებს კიდევ იტალიურს და ფრანგულს. და შემდეგ უკვე გაჩნდა მოთხოვნიდან გამომდინარე, სტუდენტები მთხოვდნენ, რომ გერმანული დამემატებინა და იმიტომ ანუ ხალხი თხოვნით დავამატე გერმანული ენაც. რა სეგმენტზე მუშაობთ და რა ასაკობრივი კატეგორია თუ ამ მხრივ შეზღუდვა არ არის? ამ მხრივ არ გვაქვს შეზღუდვა. ჩვენთან შეუძლია მოვიდეს როგორც პატარას, ასევე ზრდასრულს და ასევე ასაკოვანსაც. ყოველთვის შესაძლებელი არის დაწყება, მთავარია მონდომება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. თორე სწავლას ასაკი არ აქვს. უბრალოდ ტემპი იცვლება. პატარა ასაკში ცოტა სწრაფად მიდის ტემპი და 30 წლის შემდეგ ცოტა ნელა. ძირითადად მაინც რა კატეგორია მოდის? იცი რა, ნახეთ, ძალიან ბევრი კატეგორია ყავს. სტუდენტების, რომლებსაც უნივერსიტეტში აქვთ ესპანური, ინგლისური და გაძლიერება ჭირდებათ, ან არიციან და ნულიდან იწყებენ. ემიგრანტების ძალიან ბევრი წასული არის და ჩვენ ონლაინ ჩვეულებრივად ვმუშაობთ სხვადასხვა ქალაქებშიც, ქვეყნებშიც. სპორტსმენები არიან, მაგალითად ფეხბურთელები, რომლებიც აპირებენ ბარსელონაში წასვლას და იქ თამაშს. ასე რომ ძალიან მრავალფეროვანი არის რეკომენდაციებით. მოდის ძალიან ბევრი სურვილი. თუ გაინტერესებთ, ერთად შევიხედოთ გაკვეთილები როგორ მიმდინარეობს. მოგბრძანდით ჩვენი მეორე სივრცე. შემოგბრძანდით. ელენე რას აკეთებს? ელენე podemos entrar. ელენე ახლა ატარებს ონლაინ გაკვეთილს. ელენე ყავს ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი ესპანურ ენაში. Elena, ¿con quién tienes ahora lección? Tienes la gramática, ¿no? Sí. Conjugaciones. Sí. Tienes conjugaciones, vale. Elena ყავს ძალიან ბევრი მოსწავლე ესპანურ ენაში, არის ძალიან მოთხოვნადი პედაგოგი. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ პოზიტიურები, იმიტომ რომ ესპანური ენა სხვანაირად არ შეიძლება. შესაბამისად, მოსწავლისთვის უნდა იყოს ეს პროცესი, არა ვალდებულება, რომ ისწავლოს, არამედ სიამოვნების პროცესი. და ამისთვის რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ. თუ პატარები ყავს, ვათამაშებთ ხოლმე რაღაც ესპანური რაღაცები და საჩუქრებითაც უშვებთ გახარებულებს. ასე რომ მოკლედ ანუ ონლაინად შესაძლებელი არის თავისუფლად, რომ აუცილებლად, იმიტომ რომ არის ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს თბილისში. ან ცხოვრობს ესპანეთში, ან ცხოვრობს ქუთაისში, ან ბათუმში. შესაბამისად, ონლაინი ძალიან მოსახერხებელი არის მათთვის. სულ რამდენი პედაგოგი ყავს? ესპანურ ენაში? ზოგადად ვართ ახლა 14. კი. საკმაოდ ერთი სოციმედია ყავს და 13 პედაგოგი ვართ. და სხვადასხვა ენების, რა თქმა უნდა. 7 ვართ მხოლოდ ესპანურში. ხო, ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩვენს აკადემიაში დღესდღეობით სტატისტიკურად არის ესპანური ენა. და ამით ძალიან ვამაყობთ. რა არის განსაკუთრებული აი ამ ცენტრში მუშაობით თქვენთვის? განსაკუთრებული პირველ რიგში ძალიან კარგი გარემო გვაქვს. ძალიან კარგი გარემოა, მეგობრული გარემო გვაქვს, ჯანსაღი. მეორე ის რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდ გამოცდილებას ვაგროვებთ დროთა განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს ამას ძალიან მომწონს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, რაც ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მასწავლებლისთვის. Buenos días. როგორ ხართ?
Mokled, estamos haciendo clase de español, ¿sí? ¿Con quién tienes lección ahora? Esta es mi alumna, se llama Natia, es una chica muy inteligente. Natia, encantada, Sí, encantada. y ¿Cuánto ahora- tiempo estás estudiando español? Algunos meses. Algunos meses, Sí. vale. Tienes una profesora genial. Así que Sí, es que es la primera vez que ahora está aquí durante estos meses, nunca había llegado. generalmente a nuestra por online, academia, ¿no? sí. Vale, muy Y bien. pues le gusta muchísimo la clase en vivo, ¿vale? Es Muy bien, genial. muy bien. Sí. ¿Para qué estudias español? ¿Puedes explicarnos? Quiero traducir Sí, muy los bien. libros. Ah, Sí. quiere traducir los libros. Madre mía, muy bien, genial. Una meta fantástica. Ah, ¿vale? es muy lista, es muy lista. Sí, muy lista. Muy Y bien. inteligente, es una chica actriz, además. Wow, Sí, wow. y muy ocupada, pero Y tiene parece tiempo. española, ¿no? Sí, parece Físicamente. muchísimo. Es morena, es guapa. Vale. Es genial. morena, como las Sí. españolas. Muy bien. Exactamente. Ხელსაღარ შეგიშლით, Vale, ძალიან muchas დიდი gracias. მადლობა. Adiós, adiós. Suertea para ti. ოქს ასე ვთქვათ, ხანდახან მშობელს უწევს, რომ შვილს დაელოდოს და ეს არის სივრცე, სადაც შეუძლია დაელოდოს. ამის გარდა ვიღებთ სამკაციან ჯგუფსაც, სადაც ხდება ხოლმე ზეპირი მეტყველებაში, ვარჯიში, ხანდახან ფილმებსაც ვუშვებთ ესპანურად და ინგლისურად ასევე. და ასე ვთქვათ, აქ შეგვიძლია რაღაცა საკითხებიც გადავწყვიტოთ შიდა სამზარეულოში, ესე ისეთი სივრცე არის კომფორტული და ყავასთან ერთად გადასარევი გოგოები მყავს, რომლებიც მართლა გვერდში მიდგანან, იდეებს მაწვდიან, ერთმანეთს ვუზიარებთ იდეებს და საერთო ჯამში გამოყვავს ისეთი იდეა, რომელიც იქნება მოსაწონი მაყურებლისთვის. ჩვენი სფერო არ არის მხოლოდ ენების შესწავლა, ენების სწავლა მოითხოვს ასევე ძალიან ბევრ მრავალფეროვნებას. თუნდაც იქ ვიდეოების გადაღება, იდეების გაზიარება და ამისთვის ვყავს დამხმარე გოგოები, რომლებიც მეხმარებიან და საერთო ერთობრივი ძალებით, მე მგონი, წარმატებით მუშაობთ უკვე 3 წელია. ხო, ეს ურთიერთობა, უშუალობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ კედელზე უყურებთ ხოლმე ფილმებს, ანუ ხო? კი, აქაც იქ მეორე სივრცეშიც გაგვიკეთებია ფილმის ჩვენება და აქაც შესაძლებელი არის. დიახ, გულწრფელობა, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, შრომა, დისციპლინა, ალბათ პირველი წამყვანი თვისებებია, რაც ამ საქმეს ჭირდება. დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება ადამიანს საკუთარი გამოცდილებით, რომ სრულფასოვნად ნულიდან დაიწყოს ენის შესწავლა და სასაუბრო საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეს და ასევე პროფესიონალურ დონეზეც. კი, ნახეთ, ჭირდება? ეს ზეპირად ძალიან რთული ამის თქმა და რატომ გეტყვით. ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ინდივიდუალურად აქვს უნარი აითვისოს ენა, ზოგს უჭირს და ზოგს არა, ხო? ადვილად ითვისებს შესაბამისად, სანამ ერთ ორ გაკვეთილს არ ჩაუტარებთ ხოლმე, ძნელია გაიგო იმ ადამიანის ისე ანუ ათვისების ერთ ორ გაკვეთილში შეგიძლია რომ მიხვდე რომ აბსოლუტურად პირველივე გაკვეთილზე შემიძლია მივხვდე როგორ შეუძლია ამ ადამიანს აითვისოს უცხო ენა. ეს ეთყობა ერთივე შეხედვით. ესეც გამოცდილება მოიტანა, ანუ ადამიანი როცა უკვე იწყებს უცხო ენაზე საუბარს, ზუსტად ვიცი რა ჭირდება, სად უჭირს, როგორი ათვისების უნარი აქვს და ასე შემდეგ. ხომ არის დონეები A1, A2, B1, B2, ხო? ერთი დონის შესწავლა საშუალოდ 2-3 თვემდე სჭირდება. ну გააჩნია ათვისების უნარს, გააჩნია ასაკს, როგორც თქვი, ახალგაზრდები, პატარები უფრო სწრაფად ითვისებენ, 30 წლამდე უნდა მოასწროთ ენის სწავლა, თუ გინდათ რომ სწრაფად აითვისოთ. თუმცა 30 წლის შემდეგ სწავლის დაწყება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ისწავლით. ყველაზე დიდი ასაკის რამდენი წლის ყოლია? 72 წლის. რა სიძე? ექიმი პროფესორი, რომელიც ინგლისურ ენაზე იცოდა დაახლოებით A1 დონე იყო, მაგრამ B2 დავახურინე ძალიან წარმატებით, დაგჭირდა ცოტა 1 წელზე, ცოტა მეტი, მაგრამ ეს ადამიანი შემდეგ ინგლისურ ენაზე კითხულობდა ლექციებს. ნუ სწავლა არასდროს არ არის. არასოდეს არ არის კი, ანუ უნდა იყოს შრომის მოყვარე, უნდა მოინდომო და შეუძლებელი არაფერი არ არის. გადასამზადებელი კურსი გვაქვს, რომელიც პედაგოგად აყალიბებს. თავარი არ არის ის, რომ ენა იცის. პედაგოგი უნდა იყოს ფსიქოლოგიც, უნდა იყოს კარგი მოსაუბრეც, კომუნიკაბელურიც და ადამიანს მასთან უნდა სიამოვნებდეს ენის სწავლა და არ მოდიოდეს იმისთვის, რომ
ვაიმე, საჭიროა და რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს არ. ჩვენთან მოდიან, იცით როგორი კატეგორია, ვისაც გააზრებული აქვს რო ენის სწავლა უნდა და სიამოვნებას იღებენ ამ პროცესით. ძალიან ფაქიზად ვეპყრობით ყველა ვინც ვართ ენებს და ადამიანთა ურთიერთობებს. ხო, გარემო უნდა უწყობდეს ხელს, აუცილებლად არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც იციან ენა, მაგრამ არ იციან ეს მიდგომები და ეს უნარები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი არის. კვირაში არის ორჯერ 1 საათიანი გაკვეთილები, ეს არის სტანდარტული კურსი. თვეში არის 8 გაკვეთილი, თუმცა ზოგიერთს უნდა ინტენსიური აიღოს, 3-ჯერ ან 4-ჯერ დადის და სწავლობს, გააჩნია ვის როგორ სჭირდება და რა სისწრაფით უნდა ენის შესწავლა, ხო? ზოგი არის რომ 2 თვეში მივდივარ ესპანეთში და მიშველე რამე მასწავლე. ანუ ეს იძულებულია რომ 3-ჯერაც იაროს და 4-ჯერაც რომ ის შედეგი მივცეთ, რაც სურს. ჩვენთან არ არის დიდი ჯგუფები, ჩვენთან არის ინდივიდუალური და ჯგუფი შეიცავს 2-3 მსმენელს, მეც არ ვსვავთ, იმიტომ რომ მგონია რომ ხარისხი არ იქნება ისეთი და ჩემი პირველი მოთხოვნა არის რომ იყოს ხარისხიანი სწავლება. შესაბამისად, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ხელს უწყობთ მათ. სერტიფიკატი გადაიცემა არა ერთ დონეზე, არამედ A2 დონეზე, B1-ზე და ასე შემდეგ. ეხლა ამჟამად ვართ 14 ადამიანი, აქედან 7 ვართ ესპანური ენის სპეციალისტი. დანარჩენია ეს სხვადასხვა ენები, რაც გვაქვს და ძალიან კარგი გოგოები მყავს, გვერდში მიდგანან ყველანაირად. ამის გარდა კიდევ ვაკეთებთ ვიდეოებს, საინფორმაციო ვიდეოებს, სადაც მაყურებელი, რომელიც სკროლავს უბრალოდ იმასაც შეუძლია ისწავლოს უცხო ენაზე რაღაცეები, საჭირო სიტყვები ან ფრაზები, ვინც ესპანური ენის ფლობას გადაწყვეტავს და დაიწყებს ჩვენთან. მისი ოცნება აუცილებლად არის ესპანეთის ნახვა. ამიტომ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ ამ სასწავლო სამოგზაურო პროექტს, სადაც შედის სწავლაც ბარსელონაში ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში. ჩაგვყავს აქედან მოსწავლეც და პედაგოგიც აუცილებლად. ორივეს აქვს უფლება რომ წამოვიდეს და თან ვისვენებთ, თან ვსწავლობთ და იქ სასწავლებელშიც იქაურ სერტიფიკატს გადმოგცემენ, ვინ რა დონეზეც არის, ჩვეულებრივად ტესტებს გადის, გასაუბრებაც ექნებათ ესპანელ პედაგოგებთან და ეს ძალიან დიდი ტრამპლინია იმათთვის, ვინც ენას ეუფლება. იმიტომ რომ ძალიან დიდ პრაქტიკას იღებენ, ქვეყანას ათვალიერებენ, სწავლობენ იქაურ კულტურას, ესპანურ ისტორიას, გზადაგზა მეც ვუყვები და ვგიდობ, ასე ვთქვათ, ჩვენმა მოსწავლეებმა მარტო ენა არ უნდა იცოდნენ, უნდა იცოდნენ იმ ქვეყნის კულტურაც, ისტორიაც, ხო? შესაბამისად, პრაქტიკულად შეგვიძლია რომ წელიწადში ერთხელ გავიყვანოთ და მიიღონ სიამოვნება იყოფნით. ჩემი აკადემიის სახელი SEA იშიფრება, ანუ ინგლისურად C, ზღვა და ესპანურადაც აქვს მნიშვნელობა. SEA-ს ნიშნავს დაე იყოს. რატომ SEA აკადემია? SEA აკადემიაში არის ძალიან მეგობრული სიტუაცია, გარემო. ძალიან კარგი პედაგოგები ყავს, მომართული ვართ თლიანად მათ, რომ ვასწავლოთ და შედეგი დადონ ისეთი, რომ თვითონ იყვნენ კმაყოფილები, რა თქმა უნდა და ჩვენ ორ მხრივად კმაყოფილები ვიქნებით, ორმაგად გაგვეხარდება მათი წარმატება. სად და როგორ დაგიკავშირდნენ? სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურად ვართ, Facebook-ზეც, TikTok-ზეც, Instagram-ზეც. შეგვიძლიათ მოგწერონ შეტყობინების სახით ან დარეკონ, ნომერი ყველგან არის, ჩვენი მისამართიც ყველგან არის. დიდი მადლობა. არა, მადლობა თქვენ. ბიზნესი მხოლოდ იდეა არ არის. ეს არის გადაწყვეტილებები, რისკები და შეცდომები. ისტორიები, რომლებიც წარმატებამდე მიდის. ჩვენ ვხვდებით მათ, ვინც ბიზნესს რეალურად ქმნის. გახდი ნაწილი რეალური ბიზნესის ისტორიების რუბრიკაში ბიზნეს ამბავი.